გამარჯობა, მე ვარ მარიგელაშვილი თავისუფლების მოედნიდან. ჩემთან ერთად არის გეოგრაფი გიორგი კოცირიძე. დღეს ვისაუბრებთ ისეთ საკითხზე, რომელიც ყველას გვეხება, ყველას გვაწუხებს. ეს არის ეკოლოგიური საფრთხეების მართვა და შესაბამისი აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. დღევანდელი საუბრის ფარგლებში ვეცდებით, რომ ასე ვთქვათ, ბევრი საკითხი მოვიცვათ, მათ შორის ისიც გავიაზროთ, აი ინდივიდებს რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ საფრთხეებთან ბრძოლისას და სახელმწიფოს როლი რა არის ამ ყველაფერში და ასევე ვისაუბროთ აი წარსულ გამოცდილებებზე, იმ ტრაგედიებზე, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ჩვენთან სხვათა შორის მეცნიერები არ არიან პოპულარული ადამიანები სამწუხაროდ. და ამიტომ მაგით დავიწყოთ, რომ თქვენ შესახებ უფრო მეტი რო გითხრათ, მე გიცნობთ, მაგრამ შეიძლება ნაწილი მაყურებლების არ ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას იმ დიდი გამოცდილების შესახებ, რომელიც თქვენ ამ სფეროში გაქვთ და ამით დავიწყოთ. დიდი მადლობა, მივესალმებით გვიყურებს ყველას. მადლობა პატივისთვის, რომ მომიწვიეთ. შესავალში გავაკეთებ, დედაჩემი და მამაჩემი თუ სადმე შემომხედავენ, არ იფიქრონ, რომ პოლიტიკურ საქმეა, პოლიტიკურ პარტიაში შევედი გავაკეთებ. პირიქით ყველას სიამოვნებით კონსულტაციებს უწევთ ხოლმე, მე და ჩემი კოლეგები და დიდი პატივია ჩემთვის, რომ თავისუფლების მოედანის, ასე ვთქვათ, ამ პლატფორმაზე ვარ დღეს. და სხვასაც არ დავზარდები სიამოვნებით, რაც ცოდნა გამაჩნია მე და ჩემი კოლეგებს. და გამოცდილება გაგიზიარებთ. მე ვარ გეოგრაფი, მეცნიერი აღარა ვარ, ბევრი წელია. სამეცნიერო საქმიანობას ჯერ კიდევ 90-იანებში შევეშვი და კომერციულ საქმიანობას მივყავი ხელი, პრაქტიკულად ეს ბიზნესი ეხება გამოყენებით გეოგრაფიას. ეს ნიშნავს ყველა იმ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დარგებს შორის კავშირების საფუძველზე, იმ საჭიროებების ეს უხეშად რო ვთქვათ კომერციულ ენაზე ბაზარზე და ეს ბაზარი რეალურად არის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც. ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომელიც ძირითადად უკავშირდება სულ მცირე დიდ ტერიტორიებს, მცირე დასახლებულ პუნქტებს, ტრანსმუნიციპალურ სივრცეებს, მთელს ქვეყნის ტერიტორიას, ამდენად უმეტეს შემთხვევაში ჩვენი დამკვეთები არიან სახელმწიფო უწყებები, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, ან დონორი ორგანიზაციები და ეს არის დაახლოებით აი ამ სტრუქტურიზებულ კომერციულ თუ არასამთავრობო საქმიანობაში დაახლოებით 30 წლიანი გამოცდილება. გეოგრაფია მოიცავს სხვადასხვა დარგებს შორის ინტეგრირებას და სიტყვა ეკოლოგიასაც მოვეხმაურები, ეკოლოგია ცოტა ფართე და ესეთი ცოტა პოპულარული ტერმინია, ეკოლოგია სწავლობს ადამიანის და ბუნების და გარემოს კავშირებს და მათ შორის სრულ ყველანაირ კავშირს, ყველასთან კავშირს. მაგრამ ის გამოწვევები, რომელიც ახლა ბოლო წლები არის ჩვენ ქვეყნის წინაშე, რომელიც უკავშირდება გარემოსა და ადამიანს ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივ ბრძოლას და ურთიერთ ნეგატიურ გავლენას, ამას საფრთხეები ქვია, საფრთხეების და რისკების მართვის საკითხი, hazard risk reduction და risk management-ი, ამ ტერმინოლოგიურ ხმარობ გამიზნულად ინგლისურს, იმიტომ რომ სხვა ლინგვისტური, ასე ვთქვათ, მიგნებები საუკეთესო პრაქტიკას არ გვაძლევენ, ეს არის დასავლური გამოცდილება. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელშიც ძალიან ბევრი წელია ჩვენ მე მონაწილეობ 90-იანებიდან მოყოლებული კი. ანუ მაგალითისთვის გავიხსენებ 1997 წლის ერთ-ერთ პროექტს, სადაც ჩვენ გავაკეთეთ პირველად მთელს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საფრთხეების რუკა, გეომონაცემთა ბაზა გეოსინქრონიზაციის სისტემაში და ამ საფრთხეებზე რეაგირების საშუალებების, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, შრომის უნარიანი, ასევე სახელმწიფო კომპანიებში და მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკა და ასევე სხვადასხვა შპს-ების ხელთ არსებული ტექნიკა და ეს ყველაფერი იყო ერთიანად, რომ რაღაც კატასტროფის ბუნებრივი გამოვლინების დროს შეიძლებოდა მაშინ იყო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი შსს-ს ქვეშ სამინისტროში, რომელიც ამ მონაცემთა ბაზის მეშვეობით აპირებდა, რომ
მართვა განახორციელებინა აი ამ რეაგირების ნაწილში. აი ეს ძალიან უხეშად ჩემს შესახებ და კომპლექსურად შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ როგორც ვიწრო დარგობრივი გამოცდილებები არის დაგროვებული, ასევე ინტეგრირებული ეს არის სივრცითი მოწყობის და ქალაქ მშენებლობითი, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია და გეგმები, რომლებიც იდეაში ის საბოლოო ჩარჩო, სამართლებრივი ინსტიტუციონალური ჩარჩოთი განპირობებული ისინია, სახელმწიფო დოკუმენტები, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მუნიციპალიტეტმა და საზოგადოებმა უნდა იპოვოს თავის როლი ამ საფრთხეების პრევენციაში, თავიდან არიდებაში და რისკების მართვაში. ძალიან საინტერესოა თქვენი გამოცდილება და პირველ რიგში მაინტერესებს აი რაც აღნიშნეთ, რომ შესწავლილი გაქვთ ხო ეს საფრთხეები, რაც საქართველოში არსებობს ამ მიმართულებით, აი რა არის აი ეს საფრთხეები, რო ჩამოვთვალოთ თითეული, რაც აი ჩვენს გარემოში არის მოსალოდნელი. ნახეთ, ამ საფრთხეებს ერთი ადამიანი, ერთი უწყება და ვერც ერთი კოლექტივი ვერ შეისწავლის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სუბიექტი სწავლობდა. საქართველოში დღეს არსებობს ბევრი წელი არსებობს 10 წლეული ამ მგონი გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც აკეთებს ყველა კვლევების აბსორბაციას, საერთაშორისო ცოდნის კუმულაციას და სხვადასხვა საერთაშორისო დონორების და თუნდაც ცენტრალური ხელისუფლების პროექტების ფარგლებში ძირითადი საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათ კვლევას, შესწავლას და საბოლოო ჯამში საფრთხეების რუკების შექმნას, რომლის მერე უკვე უნდა შეიქმნას რისკების რუკები და მონაცემთა ბაზები. ეხლა რო დავშალო ასე ქრესტომატიულად რა არის, ხო? საფრთხე ბევრია, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური თუ გეომორფოლოგიური კლასიფიკატორებით სხვადასხვანაირი საფრთხე არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაცა ერთი დღეს აღიარებული, ესე ეგრწოდებული რაღაცა ჩარჩო, რომელიც ძირითადად გაეროს ეგიდით არის, ასე ვთქვათ, აღებული. სეისმური საფრთხეების გარდა, ტექნოგენური საფრთხეების გარდა, სეისმური საფრთხეების გარდა კიდე არსებობს ისეთი საფრთხეები, ძირითადად ახლა ჩვენ საუბრობთ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს შემთხვევაში 7 საფრთხეზე. ეს არის გვალვა, ეს არის ქარი, ეს გახლავთ სეტყვა, ეს არის რაღაცა არა კონკრეტული ტრაექტორიების მქონე წინასწარ განუსაზღვრელი სივრცე დაფარვის სივრცეების მქონე საფრთხეები და ასევე გვაქვს მეწყრები, ღვარცოფები, თოვლის ზვავები და წყალდიდობები. აი ეს არის რაღაცნაირი ესეთი მარტივი, აი როგორც მუსიკაში არის, ხო, რაღაცა 7 ნოტი, ესეთი გარე ძალებზე დამოკიდებული, სეისმური არის კიდე ცალკე, რომელიც გამჭოლია და ჩვენ სეისმურ ზონაში ცხოვრობთ და მას არ აქვს ესეთი სეისმური და რაიონება არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავლენა სეისმური საფრთხეების და რისკების სახით ქცევა ეს მაინდა-მაინც ზონირებაზე არ არის ხოლმე დამოკიდებული ადამიანი რამდენად სწორად აშენებს ან სწორად ვილას ცხოვრობს და ასევე არსებობს ტექნოგენური საფრთხეები, რომლებიც აბსოლუტურად მიღმა ბუნებრივ გენეზისთან, თუმცა ბუნებრივ მაგალითად მიწის რომ შეიძლება ავტომატურად რაღაცა გაუკეთოს ტრიგერირება სხვა ისეთ საფრთხებს, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილ საფრთხებთან არის დაკავშირებული. სხვა შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არსებობს, ეს ასე ვთქვათ ეროვნული მზაობის და ასე ვთქვათ მართვის დოკუმენტებშიც ეს დოქტრინების დონეზე გაწერია, ძალიან ბევრი ადამიანი ბევრი წელი ამაზე მუშაობდა, იკვლევს და ჩვენ ხაზს გაუსვავთ სწორ მიმართულებით, მაგრამ ნელ-ნელა, სწორად, მაგრამ ნელა მივდივართ იმისკენ, რომ ქვეყანაში შეიქმნას ერთიანი, ეგრეთ მონაცემთა ბაზა, კარტოგრაფიული პროდუქტი, სადაც ყველა ადამიანს შეიძლება შევიდეს რაღაც პორტალზე, იქნება ეს ცენტრალური ხელისუფლება, მუნიციპალური ხელისუფლება თუ კერძო თუ საზოგადოებრივი ასე ვთქვათ სუბიექტები და ნახავენ და გამოიყენებენ ამ მონაცემებს თავიანთი, ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მართვის გაუმჯობესების მიზნით და უკეთესი სამართლებრივი ჩარჩოების დახვეწის მიზნით, მუნიციპალური ხელისუფლება ტერიტორიული სუბიექტების კარგად მართვის მიზნით და საზოგადოება და ბიზნესი თავიანთი საქმიანობის და უსაფრთხოების სწორი დაგეგმვის მიზნით. აი ეს ყველაფერი ერთიანად
უნდა იყოს ჰარმონიაში. ყველა უნდა იყოს კონტრიბუტორი თავის პასუხისმგებლობების ფარგლებში და ყველა უნდა იღებდეს თავის შესაბამის საჭირო ინფორმაციას იმისთვის, რომ განახორციელოს თავის საქმიანობა. თუმცა ასევე ნებისმიერ შეუძლია გადაამოწმოს სხვა და უბრალოდ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ეს სივრცე პორტალი ციფრული უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ღია და უნდა ექვემდებარებოდეს ნებისმიერ დისკუსიას და განსაკუთრებით პოლიტიკური პლატფორმების დისკუსიებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემი ღმერთმენით როგორც არ შეიძლება პოლიტიკიდან გამიჯნოს სხვა საკითხები, იმიტომ რომ ეს ოროსნობა ჩვეულებრივი ჩემის აზრით, სწორედ კარგი პოლიტიკის, რომელიც არის კარგი მენეჯმენტის გამსაზღვრელი ჩარჩო პირობები, კარგი მენეჯმენტის პირობები, ადამიანები უფრო დაცულები არიან, ვიდრე ცუდი მენეჯმენტის პირობებში. საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, ეს ყველა საფრთხე ცალ-ცალკე არის, მაგრამ პრაქტიკულად ყველა ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც მარტო ერთი ფენომენი, ერთი საფრთხე ფიგურირებს. აუცილებლად ეს არის მულტი საფრთხეები, მულტი ჰაზარდები, რომელიც ქმნის, ასე ვთქვათ, უფრო მეტ კუმულატიურ რისკს, მაგალითად, ერთ საფრთხეს პლუს მეორე არ ნიშნავს, რომ ორი საფრთხე, შეიძლება 4-5 საფრთხის სიმძლავრის მქონე იყოს და ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხეების ზონაში, იქ სპეციალურად უნდა დაიგეგმოს და განისაზღვროს მათი საჭიროებისამებრ მზაობა. ან ისეთი ტიპის მართვა უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების, ახლა დავაკონკრეტოთ, ქალაქების, მშენებლობის ნებართვები, ხიდები, გზები, გვირაბები, ტურისტული ობიექტები, კურორტები და ასე შემდეგ, საცავები, საწყობები, მაგისტრალები, ყველაფრის უკან უნდა იდგეს აი ამ საფრთხეების ერთობლიობის გააზრება, საფრთხეების რუკები იქმნება, ანუ საფრთხე არის, როდესაც რაღაცა ვარდება და მას გააჩნია დამანგრეველი პოტენციალი, მაგრამ აუცილებელი არ არის ანგრევდეს. თუ არ ანგრევს, ის რჩება საფრთხის დეფინიციის ფარგლებში, მაგალითად მეწყერი ჩამოვარდა და არც გზა გადაკეტა, არც არაფერი არ დაანგრია, არც არავინ არ მოკლა, არაფერი არ გააფუჭა. მაგრამ მეორე მეწყერი იგივე გვერდზე თუ ასე ვთქვათ შესაძლებელია რომ შეეხოს რომელიმე ნაგებობას, სადაც ადამიანი დადის, ან გზას, ან შენობას, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ან სკოლას, ან საბავშვო ბაღს, ან სასწავლებელს, ის ავტომატურად ის საფრთხე გულისხმობს იმ კონკრეტულ შემთხვევაში რისკს. ამიტომ ჩვენ გვაქვს საფრთხეების, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ფენა, აუცილებელი რო გქონდეს, შემდეგ როდესაც ამას ვადებთ ზემოდან, ასე ვთქვათ, იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ადამიანის მიერ არის შექმნილი და ადამიანი თავს იყრის და საქმიანობს. ამის შემდეგ ისაზღვრება რისკები და ამ ყველაფრის მერე რისკების გათვლის შემდეგ უკვე დგება საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები, შესაძლო ჰიპოთეტური რისკების რეალიზების შემთხვევაში ამ რისკების მართვა. რისკების მართვა შედგება ორი პრინციპისგან. ერთი არის გეგმარებითი პრინციპისგან და მეორე არის უშუალოდ რეაგირების პრინციპისგან. ამაში შედის ასევე საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, განათლება, ინფორმირება, ადრეული შეტყობინების სისტემების, ადრეული ასე ვთქვათ, ინფორმირების სისტემების მიწოდება და ზოგადად საერთოდ ამაზე საუბარი. ჩვენ აი ამ კუთხით საქართველოში მივდივართ, ამ ჩარჩო გეგმას ვხედავთ, სამართლებრივად ეს ასე ვთქვათ, რაღაცნაირად არ არის ჯერ აწყობილი. წარე გამოცდილება გვირტყავს ბოლო რამდენიმე ათწლეული, კარგავთ თანამოქალაქეებს და ტურისტებსაც, უცხოელი ქვეყნის მოქალაქეებსაც. ძირითადი დატვირთვა არის სამწუხაროდ რეაგირებაზე, იმიტომ რომ ბოლომდე არ არის კარგად დაფარული საფრთხეებისა და რისკების რუკები, მით უმეტეს რისკების შეფასების ნაწილი და ამიტომ ყველაზე დიდი დატვირთვა ბუნებრივად მოდის რეაგირებაზე. არც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს რეაგირების 100%-იან უზრუნველყოფას, კარგი საფრთხეების ანალიზის და რისკების კარგი განჭვრეტის პირობებშიც კი კასკადური კატასტროფების დროსაც კი შესაძლებელია რომ ვერ მოერიო და როდესაც ეს ორი კარგად არ მუშაობს და არ არის აწყობილი, რა თქმა უნდა, მთელი დატვირთვა მოდის რეაგირებას და იქ ყოველთვის ის შეუძლებელი იქნება რომ ადეკვატური იყოს ეს. ამიტომ ეს სამივე ასე ვთქვათ ბურჯი უნდა იყოს ერთმანეთთან თანაზომად. კი, მე მიმდინარე წელს წავიკითხე თქვენი ინტერვიუ, ცოტა შემეშინდა.
იქ ამბობთ, რომ მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება წარმოუდგენელი ფოიერვერკი ამ ბუნებრივი პროცესების გამოვლენისა. უნდა შეგვეშინდეს, ძალიან უნდა შეგვეშინდეს. და აი სრულფასოვნად რო შეგვაშინოთ ეხლა და კი, გითხრათ. სრულფასოვნად შეგვაშინოთ. რა იგულისხმეთ, რომ გვაშინებ და ნუ ითარსები არის ეს სწორედ. არა, პირიქით, რომ სწორედ ის პრობლემა არის, თუ შევშინდებით, უფრო აქტიურად ვიმოქმედებთ, ხო, და აი იდიოტებს არ ეშინიათ ბოდიშპილო პირობისთვის. ეს არის კლიმატის ცვლილების ისედაც რთულ გეოფიზიკური, გეოგრაფიული და გეოფიზიკური, ასე ვთქვათ, პირობების ფარგლებში, სადაც რაც უფრო ლამაზია, ასე ვთქვათ, ჩვენი ბუნება, მით უფრო საფრთხის მატარებელია. ხო, რა დავგუგლოთ საქართველოს. კი, აი მანდაც მივალ, ხო, ჩვენ წინაზე შეხვედრა ქონდა რაღაც კონსულტაციების ფარგლებში. კლიმატის ცვლილების სწრაფმა, ასე ვთქვათ, კლიმატის სწრაფად იცვლება და ეს სწრაფი ცვლილება ჩვენერ ქვეყანას ძალიან ატყობს დახს. თავარი მიზეზი არის ის, რომ გამყინვარების ქვეყანა ვართ, ძალიან ბევრი მყინვარი გვაქვს და ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორედ აი ამ ეკოსისტემურ წონასწორობაზე, რომელიც ამ კავკასიონის მყინვარების ფარგლებში არის შექმნილი. ასევე გვაქვს ბოლო, ასე ვთქვათ, გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებამდე წინა 100 წლის განმავლობაში რაღაცნაირად დაალაგებული წონასწორობაში მყოფი ნალექების ბრუნვა, სეზონურობა და ასე შემდეგ. და გვაქვს კიდე ზღვის სანაპირო. ზღვის სანაპირო, რომელიც კავშირშია როგორც ჩვენს უშუალო აკვატორიის ფარგლებში, ჩვენს ქმედებებზე და მიკროპროცესებზე, ასევე ზოგადად ოკეანის დონის მატებაზე და ეს ცოტა გრძელვადაში მიმავალი პრობლემაა. ამიტომ აი ამ კლიმატის ცვლილებების პირველი მერცხლები ამ დრამატიზმის და პირველი პრობლემის მერცხლები გახლავთ ეს მყინვარები და ეგრეთ წოდებული პერიგლაციალური ზონა, სადაც ახლა წესით ყველაზე დიდი ყურადღება არის და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად მიმართული. კი, გურიაში თოვლი, იმერეთში მეწყრები, ხარაგაულში ეს გასაგებია და აქ იქ სწორედ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე პერიგლაციულ ზონაში, მაგრამ აქ ალგორითმები უფრო განჭრეტადია და თუ მაგალითად მეწყერი, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობდა, ეხლა იმის გამო რომ ხანგრძლივი გვალვებია და მე უცებ მოდის კოკისპირული წვიმა, ის მეწყერი აქტიურდება და ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თუნდაც საუკუნე შეჩვეული იყო იმ მდორე ადაპტირებულ დინამიკას, იგივე პატარა მეწყრის დღეს აქტიურდება, იმიტომ რომ შეიცვალა ნალექბრუნვა, გვალვებისა და ტენიანი დღეების ცვლილება, წვიმიანი დღეების ცვლილება და ამიტომ ზოგან იქ ისეთი აღჩქარება ხდება, რომ სახლიც ინგრევა და ადამიანიც კვდება. მაგრამ აი პერიგლაციალური ზონა ეს არის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი, იმიტომ რომ იქ გროვდება ძალიან დიდი მასები, რომლებიც ახდენენ, ასე ვთქვათ, მოწყვეტას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი 1000 წელი გამყინვარების პირობებში მყოფი კლდოვანი მასები იყო დაკონსერვებული და დღეს იმის გამო რომ დათბა, კლიმატი შეიცვალა, მყინვარებმა, ასე ვთქვათ, ამოწურეს თავიანთი შემაკავებელი ფუნქცია, კლდოვანი მასები ჩამოიშალა, გაჩნდა ახალი ინერტული მასა, წვიმის ხაზი ავიდა ზემოთ, იმიტომ რომ დათბა და რახან დათბა ადრე იქ სადაც თოვდა დღეს იქ წვიმს და ყინულიანი მწვერვალები აღარ არის ისეთი შემაკავებელი ყინულით წარმოდგენილი დღეს და ბუნებრივია ისეთივე კოკისპირული წვიმა, რომელიც ხარაგაულში ან გურიაში დაძრავს რაღაცა მეწყერს და სახლს უფრო ჩქარად დაანგრევს, აქ ბევრად უფრო დრამატულ მასებს ვაწყდებით. ეს არის რამდენიმე მილიონი კუბის ყინულის და კლდოვანი მასის შემიქსული მასა, აი სულ ვადარებ McDonald's-ში milkshakes. ცოტა უფრო ბლანტი milkshake-ი, რომელიც რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მასა 150-დან 250 კმ/სთ-მდე მოდის წარმოუდგენელი სიჩქარით. ჯერ კლდეზვავია, მერე მოდის ღვარცოფი, მერე მოდის თხევადი ღვარცოფი და ბოლოს სადღაც წყალდიდობამდე წმინდის. აი ესეთი ფენომენები ადრე თუ ხდებოდა მაგალითად 100 წელიწადში ერთხელ, მერე უკვე 50 წელიწადში ერთხელ, უკვე ხდება 10 წელიწადში ერთხელ და უკვე 5 წელიწადში ორჯერ და მაგალითად დევდორაკმა უკვე თითქმის რაღაც 5 წელიწადში ერთხელ დაიწყო გახშირება და გაჩნდა ახალი კერები ესეთი ფენომენების, სადაც საერთოდ არ ხდებოდა რამდენიმე 1000 წელი. რამდენიმე 1000 წელი რო არ ხდებოდა, ამის მანიშნებელი არის ის ისტორიული სოფლები, რომლებიც არ დანგრევლა აქამდე და დღეს დაიწყო ნგრევა.
ამიტომ ჩვენ აი ეს შიში რის დათესვას არ ვამბობ, მაგრამ შიშის ტრის იდენტიფიცირებას მნიშვნელობა აქვს და არ უნდა გავექცეთ სირაქლემას პოზიციებით. ეს გახლავთ მთელს კავკასიონის გასწვრივ ძალიან სახიფათო მზარდი, შოვისნაირი, დევდორაკისნაირი და მსგავსი ფენომენების აქსელერაცია, ან დაჩქარებული გამოვლინებების ფაზა. ღმერთმა დაიფაროს და დაგვიფაროს, მაგრამ დათბობა არ შემცირებულა, კლიმატის ცვლილებას იმიტომ ვეძახით, რომ ზუსტად არ ვიცით რა წონასწორობაშია და სუარელ წონასწორობაშია და იმიტომ არის ცვლილება სწორი სიტყვა და განსხვავდება წინა ბევრი 100 წლეულობის და 1000 წლეულობისგან და ეს ყველაფერი იწვევს აი ამ დრამატიზმს. ადამიანები უფრო მეც მოძრაობენ, უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის, მთაში ბრუნდება ადამიანი სხვადასხვა მიზეზების გამო და აი წარმოიდგინეთ ხდება ეგეთი რამ. ამიტომ აქ ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით და საშიში არის იმიტომ, რომ არასათანადოდ ვაფასებთ ერი ამ ფენომენს. ანუ არაადეკვატური თანხა, დრო, ენერგია და მოაზრება, გონი არის ხარჯება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ძალიან ბევრი ადამიანი არის ქვეყანაში, სახელმწიფო უწყებაშიც, სააგენტოშიც, პროფესიულ სამყაროშიც, რომელიც ამას ხდება, მუშაობს, ადვოკატირებს, იკვლევს და აკეთებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ უნდა დავეწიოთ, მოკლედ კლიმატის ცვლილება მიდის წინ ჩქარა და ჩვენ ვერ ვეძევით ამ გამოწვევებს და მივჩანჩალებთ უკან. კლიმატის ცვლილება ისეთი მძიმე რამ არის, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი ჭირს. იქაც კი უსწრებს, ამერიკაშიც იგივე ხდება, შვეიცარიაში, ავსტრიაში, მაგრამ თუ დააკვირდებით, იქ პრობლემები უფრო სწრაფად წყდება. ყველა ჩამოსული ან დანგრეული ან დაბერილი ან დატბორილი შედეგების შემთხვევის შედეგად უმჯობესდება, გაკვეთილების გამოტანა ხდება, აუცილებლად ძლიერდება ის უწყებები და კონტრიბუცია ფინანსური და გონებრივი რესურსების და წინ მიდის ეს განვითარებული ქვეყნები. რაც უფრო ქვეყანა განუვითარებელია, მით უფრო ღვთისამარა ალგორითმი მუშაობს, ჩემს ასე ვთქვათ, ჭირის უფლებისთვის აღარ დააბრუნებს ვერავინ ვერაფერს და გადის სამწუხაროდ რამდენიმე თვე და ყველას ავიწყდება და ისევ იმ ადგილას, ისევ იგივე რაღაცები ხდება. და ეს არის ძალიან მძიმე. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს აი გაწონასწორება ცოდნის, ეს შიში გარდაიქმნას ყურადღებაში, მსაუბარში და სიფრთხილეში და საფრთხეში. საფრთხეების სწორ აღქმაში და საფრთხეების სწორ დაგეგმაში და ცითრა შეიძლება გაიდლაინი კონდეს ევროპული, სააგენტო კარგად მუშაობდეს, რუკაც კარგი გააკეთო, მაგრამ ძალიან ფორმალური იყოს, გააკეთო იმისთვის, რომ გააკეთო და გულწრფელი რო არ ახარ ამ ბრძოლაში, ან არ ახარ თავდადებული, შეიძლება ხელფას გიხდიდნენ, კარგ რუკას აკეთებდე, კარგად იკვლევდე ყველასა, მაგრამ აი ამ ტიპის მტრის იდენტიფიცირება რო არ ხდება და ამაზე არ საუბრობენ არც ერში, არც ბერში, არც სკოლაში, არც საზოგადოებაში და მხოლოდ მომხდარის მერე არის ტრაგედიის რაღაცა განცდა, რომელიც კიდე ცალკე გვდრგუნავს და კიდე გვაჯერებს იმაში, რომ აი რა ვქნათ ვერ არ გამოვდის არაფერი, ეს არის კატასტროფა. ჩვენაირი ქვეყნის პირობებში, სადაც მცირე ეროვანი ერი ვართ და იდენტობა დაკავშირებული ამ გარემოსთან, ხო, ჩვენი იდენტობის მატარებელი არის ბუნების ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის არამატერიალური, ხო, იქ სადღაც კონკრეტულად რაღაცა ისტორიულ, ტრადიციულ ფესტივალს თუ ცეკვათამაშს თუ რაღაც რიტუალს რო ახდენ, იქ შეიძლება ვეღარ მოახდინო ეს, იმიტომ რომ ეს შოუში როგორც აღიგავა მიწისაპირისა, ხო, საერთოდ რაღაც უდაბნო მივიღეთ. ან იგივე დევდორაკის შემთხვევაში, სადაც მაგისტრალური გზა გადის და საერთოდ ამ ბევრი ადამიანი მოძრაობს იქ, საწყოთა შორის პირველი და მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა 2014-15 წლებში, რომ დადგა ეს რაღაც შეტყობინების სისტემა. აი ამას თუ არ მიეცა რაღაც ერთიანი სისტემური ხასიათი, ამ ჩვენ იდენტობასაც ვკარგავთ. შეიძლება მეორდები ჩემს გამოსვლებში, მაგრამ არ მეზარება. ამას რასაც ახლა ვლაპარაკობ, აი ზუსტად იგივე სიტყვებით ლაპარაკობდი 2 წლის წინ, 5 წლის წინ, 15 წლის წინ, სივრცითი მოწყობის და გენერალური გეგმების დამუშავების დროს საზოგადოების საჯარო განხილვებზე,
იმიტომ რომ რეალურად არაფერს აზრი არ აქვს თუ ჩვენ ეს მდგენელი არ წამოვწიეთ უფრო მაღლა ვიდრე არის და მე თუ მკითხავთ უფრო ყველაზე მაღლა. რატომ? რაცაც არ უნდა გეგმავდეთ სახში, ქუჩაში, ქალაქში თუ ქვეყანაში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს პირველ რიგში მომართული იმაზე, რომ ადამიანი არ უნდა მოკვდეს. როგორი ხიდიც არ უნდა გააკეთო, როგორ არ უნდა გაუკეთო რესტავრირება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, როგორი გადმოსახედიც არ უნდა გააკეთო ამ პარკინგი ან შენობა, ისე უნდა გააკეთო, რომ პირველ რიგში ადამიანი არ უნდა დაიღუპოს. მხოლოდ ამის მერე მოდის ფუნქციური, კულტურული, ფასეულობითი და სხვა ნაწილები. ოღონდ ამის სანაცვლოდ არა, ჯერ ეს უნდა შესრულდეს, ამის მერე ეს უნდა შესრულდეს, მერე უნდა ადამიანმა იქ იხეიროს და მერე ეს უნდა იყოს საერთო დოლათის, ეროვნული დოლათის შექმნის ნაწილი. ანუ ჩვენ სიამოვნებაში გვაქვს პირიქით. ანუ მოდის ინვესტორი სადღაც რაღაცას აშენებს, ეს ნაწილი არის ძალიან უგულებელყოფილი, რამეს რო იტყვი, ინვესტიციას დებს ახლა ხელს უშლი? კი, ხელს უშლი. მე პირადად ყველა ინვესტიციას, რომელიც არ არის გააზრებული და არ მოიცავს ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებას, უპირობოდ იმპერატიულ და ნომერ, ასე ვთქვათ, აუცილებლად შესაძლებლ ფუნქციას და თუ ეს კვლევის შედეგი ამას არ ლაპარაკობს, პრაქტიკულად არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ხო, მან ერთ კითხვას დავსვა, ხშირად არის ხომ საუბარი, რომ უკანონო მშენებლობებია, ხო? და მეც მიფიქრია, რომ ადამიანი, რომელიც ამ ხელა ინვესტიციას დებს და ამას აკეთებს იმ ადგილას, სადაც ეს საფრთხეები და რისკები არსებობს, ხო? რეალურად დანაკარგი ხომ ის იქნება, როგორც მინიმუმ მატერიალური, ფინანსური თვალსაზრისით და ამას გარდა, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. რატო აკეთებს ეს ადამიანი ამას? ეს არის იმიტომ, რომ ვერ იაზრებს პრობლემის მნიშვნელობას. რიტორიკული კითხვა, ამაზე პასუხი არსებობს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ადამიანებმა თაობების, ასე ვთქვათ, თაობებისთვის წართმეული კერძო საკუთრებისა და პირადი ხეირის, ასე ვთქვათ, არქონის პირობებში ამ ხიბში რომ ჩავარდნენ და ჩავარდით ყველა, ვიყიდე, გაყიდე, ააშენე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრაქტიკულად რაღაცა ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სისტემიდან გამოთავისუფლდით და ყველამ დაიწყო ასე ვთქვათ, თავისი ეკონომიკის მართვა პირადი, კომუნური თუ ოჯახური თუ ინდივიდუალური. მაგრამ ღარიბი ქვეყნის გაუნათლებელი ქვეყნის ბოდიში ამ სიტყვითის, მაგრამ ეს არის, იმიტომ რომ მასწავლებლების პრობლემა გვაქვს, ტესტირების, შინაარსის წაკითხული შინაარსის გადმოტანის პრობლემა გვაქვს, ხარისხის პრობლემა გვაქვს, ლოგიკურია, რომ არაკარგად განათლებული, გაუნათლებელი იმას ვარვაწყენ, არაკარგად განათლებული ერისა და სულ სწრაფი და დღევანდელი კვერცხის მასშტაბის მქონე ინვესტიციების ზე მონადირე ერის პირობებში ბუნებრივია ძალიან ბევრი შეცდომა არის დაშვებული. პასუხისგებლების გამორკვევაც რთულია, იმიტომ რომ არ არსებობენ პასუხისგებლები, ძალიან გაბლარულია და გაფანტულია. ეს ყველაფერი ნებართვები და ნორმები და სტანდარტები და სწორედ ის pipeline რის მიხედვითაც დასავლური გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს უნდა იყოს მკაფიო გაიდლაინები, მკაფიო ტერმინები, რომელიც დღესაც კი არ არის კარგად, კი არა და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის სამართლებრივ სიფრთხეში ნათარგმნი. მერე ამაზე აწყობილი კარგად გამართული ინსტიტუციონალური სისტემა, სადაც ყველა თავის აგურს დებს და ყველა თავისი აგურის დადებაზე არის პასუხისმგებელი. მაგალითისთვის, სივრცით მოწყობის ან ქალაგეგმარებით დოკუმენტაციაში, საფრთხეების ან რისკების, რუკების გამოყენება არ არის სავალდებულო. არის სარეკომენდაციო. კაი, შეცვალეს დაუშვათ. გუშინ დაუშვათ, შეცვალეს, გახადეს სავალდებულო. ამის უნარი, რომ ესე გაკეთდეს, ამის თანხა, რომ ის ან ამის დრო არ არის ადეკვატურად ამ ერთი სიტყვის შესაბამისად. ანუ სარეკომენდაციო სავალდებულად რო შეიცვალოს, არ ნიშნავს, რომ მხოლოდ შეცვლა საკმარისია. ეს შეცვლა უნდა იყოს იმ რეფორმების შედეგი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ სიტყვის ლინგვისტურ შინაარსობრივი მდგენელი და არა უბრალოდ ჩავწერე და
რაღაცა სავალდებულოს მოიტანს და ის არ ივარგებს. იმიტომ რომ არა აქვს ამის უნარი, არა აქვს ამის გამოცდილება, არ არის ამის დრო, ფული და მე როგორც წესი მოკლევადიანი და ასე თქვათ ინვესტიციებზე დახამებული საზოგადოება, ცუდ ინვესტიციებზე დახამებული საზოგადოება აუცილებლად უშვებს შეცდომას. რამდენი ადამიანი თუ უნდა განისაზღვროს პრობლემა, ადამიანი დაღუპული ადამიანით, ჩემთვის ერთი ადამიანი საკმარისია, ხო? ამიტომ ეს არ არის კარგად გააზრებული, ეს არ არის ეროვნული კონსენსუსის საკითხი ჯერ და ამდენად ჩვენ ყოველთვის ვიცხოვრობთ აი ამ აგენდით. ხო არის ვიღაცა კარნახავს პოლიტიკურ აგენდას. აი აქ არის, ასე ვთქვათ, ჩვენს საფრთხეების ტრიგერირება, კარნახობს, შოუს, დევდორაკს, ასე, მაგრამ სამწუხაროდ გაკვეთილები არ გამოგვაქვს კარგი. რაღაცები გამოგვაქვს და რაღაცები გაკეთდა. ბევრად უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო, ბევრად უფრო კარგად, უკეთესად, მაგრამ არ არის. ხა ყველა ხუთეულსნურად რო გვემუშავა ეროვნულ ბიუჯეტში არ არის ამისთვის თანხები გამოყოფილი იმდენად, რომ შენ უფრო კარგად იმუშაო. ამიტომ მე ყოველთვის ხაზს უსვავ, რომ რაც უფრო მეტი ფული გვექნება ამ საკითხში, მით უფრო ნაკლებ ადამიანები დაგვეყუება. და მომავალი წლები რო დაუბრუნდა იმ შიშს, კლიმატის ცვლილება იზრდება, ანუ კლიმატის ნეგატიური გავლენა დათბობის ზრდის გამო გაიზრდება, ტურიზმი იზრდება, ადამიანების მობილობა იზრდება, ზაფხული არის ერთ-ერთი რთული, ასე ვთქვათ, სეზონი, ამიტომ ყველა მდგენელი განტოლებაში არის მზარდად ცვლადი და ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ, ყველა შემთხვევაში ეს ალბათობა გაზრდილია. ხო, აი ერთი საკითხი ხა თქვენ რაც ახსენეთ, რომ ინვესტიცია შემოდის და თანხა შემოდის ბიუჯეტში და ამიტომ შეიძლება თვალი დაიხუჭოს ხო იმ საფრთხეზე, რისკზე რაც არის. აი ვერესხეობის წყალდიდობის დროს, რომელიც 2015 წელს მოხდა, მახსოვს რომ თავდაპირველად როცა ხდებოდა ზარალის დათვლა, ფინანსთა მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ამ მომენტისთვის რაც გვაქვს დათვლილი, ეს არის დაახლოებით 40 მილიონამდე. ცოტა დრო გავიდე და შემდეგ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა მასთან ერთად და თქვა, რომ 100 მილიონამდე არის ეს ანუ თანხა, რომელიც საჭირო არის, რომ აღდგეს ის ყველაფერი, რაც დაინგრა. და როცა სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს, ესეც უნდა გაითვალისწინოს, რომ შეიძლება ბიუჯეტში არ არის თანხა, მაგრამ ზარალი შეიძლება იმხელა იყოს, რომ ჯობდეს, რომ პრიორიტეტულად თავიდანვე ამაზე მიმართოს ეს თანხები, რომ აიცილოს შემდგომ, ანუ ადამიანის სიკვდილის გარდა კიდე სხვა მნიშვნელოვანი ზარალი. მაგალითად რისკების დათვლის გამოცდილება ჩვენ გაგვაჩნია ჩემი კოლეგები, ძალიან საინტერესო პროექტს ახორციელებენ UNDP-ის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, როგორც ბენეფიციართან, ურთულესი ალგორითმი აწყეს საერთაშორისო პრაქტიკაზე, საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სადაც ძალიან ბევრი საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა და ადაპტირებულ იქნა ის ალგორითმები და მეთოდოლოგია ჩვენი ქვეყნის პირობებში ამ კონკრეტული საფრთხეების და მათი კუმულატიური, ანუ მრავალი საფრთხეების ინტეგრირების დათვლის გზით. სადაც შემოდის არა მხოლოდ ადამიანების რაოდენობა და უბრალოდ სულადობა, არამედ დემოგრაფია, 1 კვადრატულ მეტრზე მოსახლეობის რაოდენობა, სიმჭიდროვე მოსახლეობის, უძრავი ქონება, მისი ფასი, იმის თავსვანო თითოეული კომლის შემოსავალი და საქმიანობა, მოწყვლადობა ეკონომიკური, ანუ საფრთხის მიმღებები და ეს არის ურთულესი ალგორითმები, ეს არის ურთულესი, ასე ვთქვათ, ანალიზი, რომელიც მიბმულია გეოსაინფორმაციო სისტემაზე და სხვადასხვა ალბათობის პირობებში, მაგალითად წყალდიდობის შემთხვევაში, ზღვაობის შემთხვევაში, ანუ 30 წლიანი, 50 წლიანი, 100 წლიანი განმეორადობების პირობებში უკვე დათვლილია და ასე შეიძლება დათვლადი იყოს საფრთხეები. ანუ ჰიპოთეტური ზარალის გათვლის წინასწარის სისტემა არსებობს. ანუ შემუშავებულია მეცნიერულ, კორპორატიულ მიგნებებში და ქვეყანა აქეთ მიდის. უბრალოდ მე ვისურვებდი, რომ ეს ბევრად სწრაფად გაკეთებულიყო, ვიდრე ახლა კეთდება. ესე იგი, ჩვენ ამ რისკებით შეგვიძლია შევაფასოთ
30 წლიანი ან 100 წლიანი განმეორებობის პირობებში წყალდიდობამ ან ღვარცოფა მეწყერმა და წყალდიდობა ამ კლდეზვამა მეწყერმა ღვარცოფა და წყალდიდობამ ამ კონკრეტულ ხეობაში რამხელა ზარალი შეიძლება მოქცეს. შესაბამისად, თავარი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. ანუ რამდენად მე მზად ვარ, რომ ვიცი, რომ აქ მაგ უკვე შესაძლო ჰიპოთეტური 9 მილიარდიანი ზარალი და ალბათობა მაღალი რას შვები. ანუ ეს არის თანხების სწორი მართვა, რომ მე 100 მილიონი, 500 მილიონი ეხლა კი არ უნდა დავხარჯო. 500 მილიონი ზარალი რო არ მივიღო, მაგალითად 20 მილიონი ან 100 მილიონი უნდა დავხარჯო იმისთვის, რომ ეს 500 მილიონი შემიმცირდეს რაღაც ნაკლებ თანხაზე. აი ამაში ფულის ჩადება ცოტა გვიჭირს. ჰიპოთეტურ რისკებში ფულის ჩადება გვიჭირს. მაგრამ რო დავთვალოთ რამხელა ეკონომიკაზე ლაპარაკი, ხო? ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის ნებართვა და ასეთი კოტეჯების დადგმა მინდორში და ასე ვთქვათ მოკლევადიანი და იაფასიანი ტურიზმი. აქ შემოდის ენერგოსექტორი. ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგრადობა, ექსპლუატაციის პერიოდის ხანგრძლივობა, ჩამონადენის შემცირება და შესაბამისად ენერგოუსაფრთხოებაში არარელევანტური და არაადეკვატური ციფრებამდე მისულა, იმიტომ რომ თუ იქ მეწყერი ჩამოვიდა და შემცირდა საექსპლუატაციო პერიოდი, ესე იგი ტყუილად ჩადებული რესურსია. ფინანსური სექტორი, ხო, რომელიც საერთოდ კრეებს ფისკალური პოლიტიკა, საბანკო სექტორი, სადაზღვეო სექტორი, განათლების სექტორი, ტურიზმის სექტორი, ანუ ყველა ის სექტორი, რომელიც სივრცეში ოპერირებს, ტრანზიტი, საწყობები, პორტები, ანუ წარმოიდგინეთ ეს უზარმაზარი ეკონომიკა და სადაზღვეო ნაწილიც კი არ არის ჯერ დაწეული ამას. ანუ პრაქტიკულად არის სიბნელე, მარტო არის რაღაცა საფრთხეების განათებები და დარდები, არის მცდელობა, რომ სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოების კონტურები შემოიხაზოს, რაღაცეები ჩანს და ეხლა ვდგევართ აი ამ რაღაცა ნახტომის წინაშე და უნდა ძალიან მალე გადავხდეთ, იმიტომ რომ ეს ნეგატიური გავლენა კლიმატის ძალიან სწრაფია და ეს ნახტომი რო ვთარგმნოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეს არის ტოტალური რეფორმა. დაწყებული, ასე ვთქვათ, საევალოკაციო გეგმებიდან, სივრცითი მოწყობის დოკუმენტებიდან, საფრთხეების და რისკის რუკებიდან გაგრძელებული ამ დაკავშირებულ სტეიქჰოლდერებსა და სეგმენტებში კომუნიკაციაზე, შეტყობინებებზე და ბოლოს ჩადიხარ მასწავლებლებზე და მოსწავლეებზე და ამას რეფორმა გვქვია, მეტი კი არაფერი არ გვქვია. ამიტომ რეფორმისთვის ეხლა თუ არ გავატარეთ ეს რეფორმა, ჩვენ ძალიან დავაგვიანებთ რა. აი 20 წლის წინ რო დაგვეწყო ხა რაზეც საუბრობთ, ხო ეს ეტაპობრივად 30 წლის წინ შეგვეძლო დაგვეწყო. 97 წელი რამდენია გასული? 20 წელი. ხო, მეტი. მეტი ხო. მეტი კი 25. ხო, აი 97 წელს შეგვეძლო დაგვეწყო, იმიტომ რომ 97 წელს როგორ ვინატო 97 წელი, მაგრამ 97 წელს მუშაობდით ეკონომიკური გამოთანაბრების კანონზე, სადაც 1400-მდე საკრებულო ფასდებოდა, ვის რა კონტრიბუცია შეუძლია გრანტირების პირობებში თუ კრედიტირების პირობებში, ლაპარაკობდით ერთიან disaster management და საფრთხეების და კატასტროფების მართვის სისტემაზე, რეფორმებზე, რა ვიცი, ხა ძალიან მიჭირს 97 წლის, ასე ვთქვათ, ნაბიჯები ახლა სანატრელი გახდეს, მაგრამ დიახ, მე მაქვს სლაიდები, კვლევები, რომლებიც 25 წლის წინანდელი და დღესაც აქტუალურია. იმიტომ რომ ამ სფეროში აი ეს სისტემური ინსტიტუციონალურ სახელმწიფოებრივ დონეზე ნაბიჯი არ გადაგვიდგავს. კი ფიგურირებს ტერმინები, გაიდლაინები, წესები, ისინი, მაგრამ მისი აღსრულების და აი ეს ერთიანი სურათიდან და ერთიანი იდეიდან, იდეოლოგიურად არ არის აკინძული. აი სადღაც ესე ყრია რაღაც კარგი მიგნებები, კარგი აგურები, მაგრამ კედელი ამით არ არის აშენებული და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. კი. და აი თქვენ რო საუბრობდით, რომ აი პრიორიტეტიზაციას აკეთებს ხო სახელმწიფო, რომ რაში უნდა
დახარჯოს საკუთარი რესურსი, ფინანსური და ასე შემდეგ. პრინციპში აკეთებს იმ თვალსაზრისით, რომ თუ მაგალითად სხვა რაღაცებში დებს ამ თანხას, ამ ნაწილს აკლდება, ხო? და შიგნითაც პრიორიტეტებს რომ სახავს, თქვა რომ რომელი ხეობა გამოიკვლიოს და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ აი უფრო ფართო არის ეს პრობლემა, ვიდრე ის, რომ მაგალითად რესურსი აქვს შეზღუდული სახელმწიფოს და მაგიტომ არ აკეთებს რაღაცას, რა და აი ამის მაგალითად მე მეჩვენება ვერესხეობის წყალდიდობა, რომელიც მეცნიერებმა იცოდნენ, ხო, რომ მოხდებოდა ეს დათვლით იყო, ხო, რა მასშტაბი შეიძლება ყოფილიყო და მე როგორც ვიცი, სახელმწიფოს პირველ პირებს ბევრი წლით ადრე ჰქონდათ ეს ინფორმაცია, რომ ეს მოსალოდნელი იყო და ვერესხეობა ბუნებრივია არაპრიორიტეტული ვერ იქნებოდა, ხო, თბილისის შემთხვევაში ვერესხეობის პრიორიტეტულობა ცნობილი იყო 50-იანებში, 60-იანებშიც. მზიურის პარკი რო პროექტდებოდა მის კალაპოტში, ეს არის 80-იანები წელი, მის კალაპოტში ამითი რა ქვია, პრესკრიფციებით, ანუ გაიდლაინებით შეზღუდული იყო, წესებით შეზღუდული იყო ბადეების და ღობეების არსებობაც კი, იმიტომ რომ იქ გვირაბის, ძველი გვირაბი, ვაკესაბთაუს გვირაბის პირობებში ეს მზიურის პარკი ბოლომდე ადიოდა თავის დიზაინით. იქამდე მიდიოდა, რა ქვია, თითქმის მოხისამდე მთელს ხეობას მიუყვებოდა. მაშინაც კი ეს საკითხი იყო გამოკვლეული და ვერ ერო თავის სიტყვას იტყოდა, ყველა ვიცოდით. ისე როგორც დევდორაკი, უბრალოდ ვერ გახშირდება, ვერ ეს პრობლემა უკავშირდება წნეთის სამადლოს გზის გაფართოებას და არაადეკვატურ, ასე ვთქვათ, დატვირთვებს, იმიტომ რომ სააგარაკო განვითარება დეველოპმენტი გამოიწვია გზის გაფართოება და ბევრი მშენებლობები და ის გზა რომელიც თავის დროზე არ იყო საერთოდ სატვირთო მანქანებისთვის განსაზღვრული იყო მხოლოდ სუბუქი მანქანებისთვის, იმიტომ რომ იმ თავით ვერტულ გეოლოგიურ პირობებში იყო გაყვანილი, მე ის გაფართოვდა, დამძიმდა, სხვა შორის ის რომ ძიმდებოდა სხვადასხვა კვლევებში ჩანდა, არც უმჭირდებოდა მაგას, არც ლაზერული გადაღება, არც არაფერი, იმდენად დამეწყრილი იყო, მე იქ დენმა გაიარა, ტყე გაიკაფა, მოკლედ ყველაფერი ვქენით იმისთვის, რომ ყველაზე დახრილ ხეობაში, ანუ თქვენ რო წარმოიდგინეთ ვერეს ხეობა, თბილისზე უფრო დიდია წყალშემკრები აუზი. ვერეს ხეობაში მოსული ნალექი ერთბაშად ყველანაირი მეწყრის, ახალდაბის მეწყრის გარეშეც კი იმდენ ატმინარებულ მასალას, ინერტულ მასალას ჩამოიტანდა ამ გვირაბებში, რომ ის მეწყერიც არ იქნებოდა საჭირო. იმ მეწყერმა კიდე დამატებითი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა, ერთბაშად შეიტანა ძალიან ბევრი ხე-ტყე და გაჭედა ეს გვირაბი. და ის რო დახრილი იქ იყო და ყველაზე რო დახრილი იყო, ისე 50-იანი წლის რუკებზეც ჩანს. ამიტომ აქ პოლიტიკოსებმა იცოდნენ ეს, ხო? აიცით რა, არც ერთმა პოლიტიკოსმა არ იცოდა, იმიტომ რომ ის ფენომენი, რომელიც ამას იწვევს, იმას აქვს არაპოლიტიკური აგენდის კვლევა და ყურადღება აქვს. პოლიტიკური აგენდა თუ არის 4 წლიანი, ვერეს ხეობის კვლევა არის 17 წლიანი, 25 წლიანი და ეს თანმიმდევრობა პოლიტიკურ ცხოვრებასა და ტექნოკრატიულ ცხოვრებას შორის არ არის, ასე ვთქვათ, კავშირში. მოდის ერთი ცვლის თელს, ასე ვთქვათ, ქვეშემდგომებს, მე მოვა მესამე შეცვლის იმათ ქვეშემდგომებს და ეს მემკვიდრეობა მეცნიერებში არის. მაგრამ ეს მეცნიერები და ამ სტარკის სპეციალისტები, ელიოზა რო არის იმაში, ხო იცით, ანის ნატრის ხეში, კავსაძე რო დადის ჩუქუჩქო მატარებელები. აი დაახლოებით ეგეთი გიჟების სტატუსში ვჩებით, რა კაი ბიჭია, რა კარგად ლაპარაკობს, რა ჭკვიანია, მაიცა შვეიცარია ხო არა ვარ, ნეტაი შენ და წავიდა. აი იმიტომაც რომ ისინი ყველა განწირულია, აი ამ საერთოდ პოლიტიკოსების, არ ვიცი, ეს არის რაღაცნაირი ჯოჯოხეთი პოლიტიკოსი, რომელიც კერჩი იტყავს ხელს, რომ ამირჩიეთ, წარმოდგენა არა გრისთვის ირჩევენ. იმიტომ რომ მან რო გულწრფელად ეს გააკეთოს და მე ხვდება რომ გულწრფელად და მე უკან გზა აღარ აქვს. ეს არის კატასტროფა, ეს არის ზევსთან, ჰადესთან და ნეპტუნთან ბრძოლა, ეს არის ღმერთებთან ბრძოლა და რო ირჩევენ, უნდათ რომ აირჩიონ. აი სხვა რაღაცების დაძლევის უნარით მიდიან. მაშინ როდესაც აქ უკან კიდგას ეს რთული ბუნებრივი პირობები და ადამიანის რაღაცა მოკლევადიანი დახამებული ხშირ შემთხვევაში ქცევები და ეს მე იმხელა ტალღას ქმნის, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ საჭიროა
თან მიმდევრული სისტემის აწყობა, რომ როგორი პოლიტიკოსიც არ მოდიოდეს, ამ სისტემას ამატებდეს აგურს და ეს სისტემა იყოს უწყვეტი. რაღაც არის ეგეთი სისტემები, განათლება თითქოს ეგეთია. მაგალითად, საჯარო რეესტრი და ისიც თითქოს ეგეთი, ანუ თავდაცვაც თითქოს ეგეთი. ეხლა მე არ ვლაპარაკობ დღეს რაც ხდება რადიკალურად თუ ამოყირებულია ყველაფერი, მაგრამ რაღაცა დარგებში არის ეს გამჭოლი მემკვიდრეობა, მთლად ესე არ არის. მაგრამ ეს ყველაზე მეტად მოიკოჭლებს ეს დარგი, რეფორმები აქ გასაკეთებელია და იმიტომ არის საშიში, რომ ადამიანის სიცოცხლესთან კავშირში. ეხლა იქ თუ არ გექნა კარგად აწყობილი საკადასტრო რეესტრის, ასე ვთქვათ, რაღაცა მონაცემთა ბაზა, რომ არ აწყობილიყო 25 წლის წინ კარგად, ნუ დღეს უფრო მეტი кейსი იქნებოდა სასამართლოში. რომ არ ყოფილიყო რეფორმა რაღაცა ქალაქმშენებლობაში, რაღაცა უფრო მეტი უშნო რაღაცა, ან რა ვიცი, მეტი რაღა უშნო უნდა ჩადგეს, ასე ვთქვათ, ესეთი დრამატული ისინი არ იქნება. ამ რეფორმის დაგვიანება პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან. კი, და ვერესხეობაში როგორც ვიცი კიდე არის ახლა მიმდინარეობს მშენებლობები, ხო, იგივე ახალი ნაგებობები. ჩვენ აი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერესხეობაში მოხდება კიდე იგივე წყალდიდობა. მე ჩემი სათქმელი ძალიან ბევრი წლის წინ თქვი, ქალაქ თბილისის ასე ვთქვათ გენგეგმა დამუშავებულია, გარემოსევრების სააგენტოს დამუშავებული საფრთხეების რუკა. ეს ერთმანეთზე როგორ ედება და რა საფრთხეები არსებობს და რა რისკები არსებობს ჩანს, ქალაქის მმართველობა მეც იცის, ქალაქი იმართება, რო გითხრათ, რომ ეხა ბოლო პერიოდში ჩავიჭყიდე და იქ ზონალურ მაცვლილებებმა რა გავლენა, დოკუმენტალურად რა გავლენა მოახდინა, ვერ გეტყვით, მაგრამ ვიზუალურად დავდივარ ამ ქალაქში ვცხოვრობ, არა იმიტომ, რომ ვერ იდები რამის თქმას. არამედ იმიტომ, რომ ეხა კონკრეტულად გაზომილი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ხარვეს წავაწყდებით. და თუ არა, წავიღებ უკან ჩემს სიტყვებს. პრობლემა არ არის, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიტყვები წასაღები არ მექნება, მიუხედავად იმისა, რომ ამის პრობლემა არ მაქვს. რო სეისმიკაზე გადავიტანოთ საერთოდ ეს ყველაფერი. ანუ სეისმურ საფრთხეზე, რომელიც საერთოდ არ გვილაპარაკენ. ის რაზეც თეა გოდოლაძე ჩემი მეგობარია და ამიტომ თამამად ვიტყვი გახკიოდა და დღესაც გახკივის სამწუხაროდ ქვეყნიდან წასულ ამაში რა ქვია ფორმატში ის რომ ბალიანობის მიხედვით არ შეიძლება დაგეგმა ის რომ ყოველი მშენებლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს გრუნტის გავლენა ნაგებობაზე ეგრეთ წოდებული აჩქარება სხვადასხვა სეისმური ასე ვთქვათ სცენარების პირობებში რომ ზუსტად გაითვალა გათვლილ იქნას საძირკვლები და კონსტრუქციები და ის რომ ყოველი გეოლოგიური დასკვნა მხოლოდ წითელი საზღვრების წითელი ხაზების ეგრეთ წოდებული ანუ საკუთრების დამადა ქალაქურ ენაზე წითელი ხაზები ანუ რეალურად საკადასტრო საზღვრების შიგნით არის შეფასებული და შეიძლება ყველა გვერდზე მდგომი 100 ნაკვეთიც კი გრუნტის ფიზიკური მექანიკური თვისებებით კარგი იყოს მაგრამ მთელი ფერდი კარგად არ იყოს შეფასებული მდგრადობის თვალსაზრისით აი ამაზე რომ ვჩუბობთ წლებია ეს არის ძალიან დიდი პრობლემა რამდენიმე კომპანიამ დაიწყო ფერდობების გრადობის შეფასება ოღონდ ეგეც მგონია რომ სავალდებულო არ არის განაშენების რეგულირების გეგმებში ითხოვენ დასკვნებს მაგრამ მინახავს ძალიან ცუდი დასკვნები ამიტომ აქაც ველოდები სამწუხაროდ ცუდ რამებს იმიტომ რომ მილიონნახევრიან ქალაქში სადაც არის ევაკუაციის გეგმები ისინი რა ქვია კორიდორები შელტერები სქემები სადაც არ არის სეისმო მონიტორინგის შესაძლებლობები, სადაც ისტორიულ ცენტრში არის ძალიან ბევრი მე-19 საუკუნის სეისმურად არარელევანტური შენობა-ნაგებობები, ეს ვიცი მე ზეპირად, იმიტომ რომ ბევრ პროექტში საძირკვლების რეაბილიტაციის ფარგლებში საძირკვლების გაძლიერება მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის რომელიც არ არის გაძლიერებული არის სეისმურად მოწყვეტ პირობებში და თბილისი არ არის ისეთი დიდი მიწისძვრების ასე ვთქვათ ქალაქი როგორც შეიძლება სხვა იყოს როგორც ეს რაჭაში ან სამხრეთ საქართველოშია მაგრამ ეს მიწისძვრების ისტორიული ჩანაწერებია და არა წინასწარ განჭრეტილი რომ აქ ეგეთი არ მოხდება აქ ეგეთი ჯერ არ მოხდა რა
ამიტომ რა ვიცი, ხა თუ ვინაც შემაგინოს ვინმენან გავლანცოს რატო ითარსებიო, კაი, არ ვითარსებიო. დანარჩენი დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, ვინც ამაზე ბოდიშ ვიხდი ცოტა ემოციური ვარ, იმიტომ რომ გამოვიდი მაქვს ყველა ქარცერცხლი ამაზე დისკუსიაში და ეგრევე წარმომიდგა ყველა საჯარო განხილვა, ყველა დისკუსია, შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, გადაწყვეტილის მიმღებებთან, არა მარტო ქვეყნის მმართველებთან, არამედ უშუალოდ ვინც თავის საკუთარ სახლს აშენებს და ჯიუტად მაინც იძახის, რომ არა მე აქ უნდა ავაშენო. აი, რა ვიცი, ღმერთმა ხელი მოგმართოს ყველას, პირველ რიგში მე, იმიტომ რომ მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ. და აი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებითაც მაქვს ესეთი კითხვა აი ის ტერიტორია მთლიანად ხო სადაც ეს მოხდა იქ ვიცით რომ არ შეიძლება ადამიანის ცხოვრება ხო იმიტომ რომ ეს საფრთხე არა ეს არ ვიცოდით ნახეთ არა ეხლა ხო ვიცით რომ ეხლა კლევის პროცესში ვარ და დიახ იქ სადაც ჩამოწვა ვარცოფი და სადაც დაფარულია იქ უკვე აღარ შეიძლება იმიტომ რომ იქ კიდევ არის ჩამოსავარდნი ხო ანუ ეგ მგონი არც განიხილება რომ იქ სადაც დაიტყო. ხო. ეხლა ლაპარაკია რომ იმაზე უფრო მეტი ტერიტორიაც ხო არ არის საფრთხის ქვეშ. ხო. ნახეთ როგორ არის ყველა ქვეყანა წვეთს თავისი ტექნიკური, ფინანსური და ორგანიზაციული შესაძლებლობებიდან რა ალბათობებით გეგმავს ინფრასტრუქტურას. საბჭოთა კავშირში შოუ იყო დაგეგმილი თუ არ ვწდები 300 წლიან ალბათობაზე და ეს რაც მოხდა, ეს არის ეგრეთ წოდებული 1000 წლიანი ალბათობა. ანუ ის მოხდა, რაც 1000 წელი არ ხდება ხოლმე. შეიძლება მეტიც. ამიტომ ამას ვერავინ შოუის საბჭოთა გეგმაც და ძვერი ისიც კი არ ითვალისწინებდა ამას იქ რაღაცა ის სტალინის ნაგებობა რო გადარჩა არ ნიშნავს რომ ის გააზრებული იყო უბრალოდ ის ერთბაშად რო ჩამოვარდნილი იყო იმასაც დაანგრევდა და უფრო მეტი დანალექი იქნებოდა და უფრო მეტ ფართობს მოიცავდა ხო მაგრამ 20 წლის წინ რო დაგვეწყო კვლევები 20 და 30 წლის წინათ შეგვეძლო 30 წლის წინათ შეგვეძლო 20 წლის წინათ შეგვეძლო ანუ რეალურად სახელმწიფოს მაინც აქვს ბერკეტი რომ ეს რეფორმის ნაწილი იმიტომ რომ კიდე არსებობს სადღაც მეწყერი რომელიც აუცილებლად გააქტიურდება ოკუპირებული წვიმების დროს იმერეთში გურიაში არ ვიცი სადღაც ან კიდე არსებობს ძველი ტექტოსეისმოგენური მეწყერი რომელიც ახლა სტაბილურია და სამხრეთ საქართველოს სადღაც მიწისძვრის გამო აუცილებლად ჩამოვარდება და აუცილებლად ვიღაცას და რაღაცას დააზიანებს. უბრალოდ აი ეს რეფორმა არის ერთი სპეციალისტი ან ერთი უწყება ვერ მოერევა ან სამ ასე ვთქვათ ძირითად ბურჯს საფრთხეები, რისკები და ამ ყველაფრის პრევენცია და მართვა და რეაგირება. ამიტომ ეს არის დიდი რეფორმის ნაწილი, სადაც დასახარჯია ბევრად მეტი ფული, ვიდრე აქამდე იხარჯებოდა. და ეს როგორც კი ეს გადაწყვეტილება მოხდება, მე უკვე შეგვეძლო დაგვეწყო, აღარ იქნება. უკვე რეფორმის ნაწილი იქნება, რომ იწყებ ამას. ამიტომ არსებობს დაჩქარებული, სწრაფი მიგნებები, რომელიც სხვა შორის პერიგლაციულ ზონაში დაიწყო შოვის მერე და აქ უკვე გამოიკვეთა ცხელი წერტილები, ცნობილია ეხლა საჭირო უფრო მათი დეტალური კვლევა, რომ ამ ფრონტის ხაზზე რაღაცა მქნას ქვეყანამ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ეხა ჩქარა, ნაჩქარავად კი არა, წინსწრებად კონკრეტული ტიპის ხანძრის ჩაქრობა. ჩვენ გვჭირდება ხანძართან ბრძოლის საერთო მიდგომა. აქ მარტო საფრთხეების და რისკების რუკებზე არ ელაპარაკი და არც 112-ის მძაობაზე. ევროპულ ბევრ ქვეყანაში, როდესაც რაღაცა კრიზისი არის, ან რისკების მართვა, ან რაღაც რეაგირება ხდება რომელიმე კატასტროფის დროს, თუ 300 მაშველია, 100 მაშველი არის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. 200 არის ადგილობრივი მოსახლეობა. იმიტომ რომ ისინი სკოლაში სწავლობენ და ვერც ერთ დიდ კატასტროფას ერთი სახელმწიფო ან მუნიციპალური უწყება ვერასდროს ერევა. ეს არის, აი როგორც საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, გნებავთ ფარიკაობაში, გნებავთ სათხილამურო სპორტში, გნებავთ ნებისმიერ რამეში და იქ სამჯერ მეტი მოხალისეა. იმიტომ რომ მოხალისეების გარეშე არაფერი არ კეთდება. შესაბამისად აქაც აი ამ რეაგირებაში ვერეს ტრაგედიაში ცუდი იყო, ხო მოგვეწონა ყველას როგორ იქცეოდნენ მოხალისეები ვერეს დროს, ხო? აი შოუში ვიღაცას არ მოეწონა მოხალისეები. იქ სადღაც მოეწონა. ნახეთ, ეს მოწონება არ მოწონებაზე არ არის. ეს არის ჩვეული, აი ეს რეფორმის ნაწილია. სკოლაში ბუნების მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ ასწავლის, ან ფიზკულტურის მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ თავის რაღაცა პატარა სილაბუსით, თუ რაც ქვია, გეგ პროგრამით მიყვება, არ არის ადაპტირებული
ზაფხულის სკოლებზე, ზამთრის არდადეგებზე, თანხმედრაზე არდადეგების, პრაქტიკის, ან შემეცნებითი გასვლების, ან ლექციების კუთხით, რომ აი მაგალითად ზვავში იცოდეს ქართველმა ბავშვმა საქართველოს ტერიტორიის 60% არის მთა, ძალიან ბევრი, აი თქვენ რომ დაგუგლოთ ვისაუბრე ამას ხო, რომ დაგუგლოთ აი ესეთი ლამაზი საქართველოს მთები. რაც ამოხდება პირველ გვერდზე, ყველა არის ლამაზი და ყველა არის მაგ საფრთხის მატარებელი. სადაც ცხოვრობენ სვანები, რაჭველები, ხევსურები, თუშები, ზოგან საერთოდ ანუ ეს ტურიზმით საფრთხილო არის ამ შემთხვევაში? ყველაფერი საფრთხილოა და ეს არის ერთი ნაწილი. ჩემს მეც მიყურებს და ძალიან ხშირად დადის ხოლმე და კი, ნახეთ, არა, სიარული ახლა როგორ რაღაცა ცით არის მისაღები რისკი და მიუღებელი რისკი ახლა. ხო, ძირითადად მაგ ლამაზ მთებში. ხო, მაგრამ ლამაზ მთებში კოტეჯებიც იდგმება. გარდა იმისა, რომ მახინჯდება ეთნოკულტურული გარემო, ასევე ადამიანები, რომლებიც კოტეჯებში შედიან, ასევე ისინი არიან თუ გაუაზრებელია ეს კოტეჯები, ისინი არიან პრაქტიკულად განწირულები თუ ცუდ ადგილას არის. შესაბამისად, ყველა ესეთი ადგილი არის ამ საფრთხის მატარებელი. ამიტომ თუ მამები ვერ მივხვდით, შვილებს ისეთი რეფორმის ფარგლებში ისეთი სისტემა უნდა დაუტოვოთ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ეს აღარ გაიმეორონ. მესმის ადამიანს ვერ შეცვლი. ეხლა ლუკმაპურის გამო დღევანდელი ტურიზმით რომ რაღაცა ააშენა და სადღაც დადგა შეიძლება და ამ დროს ვერ უსაბუთებ, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ მოყვება ამაში, მხოლოდ ვიღაცა მესტერი მოდის და იძახის გიჟივით არ შეიძლება. მერე რო ხდება, მერე ვაი ვიძახთ. აი, სანამ ეს არ იქნება ერთიანი ხაზის ნაწილი და არ იქნება დაცული მოსწავლიდან პრემიერამდე, მანამდე სულ იქნებით ამ, ასე ვთქვათ, ფლუქტუაციებში. ოღონდ ეხლა თუ 30 წლის წინ არ ვიცოდით, მაგრამ ბოდიშს ვიხდი 97 წელს ძალიან ბევრმა ვიცოდით, შსს-მაც იცოდა 97 წელს, გაეროც მუშაობდა 97 წელს, კერძო სექტორმაც იცოდა, არასამთავრობოებმაც იცოდა, მუნიციპალიტეტებმაც იცოდნენ. ხო და, ну, რა ვიცი, მე რაღაცნაირად ესე დაიკარგა ეს და აი მოვდივართ ისევ აქ. ეხლა აჩქარებულია ეს. კიდევ უფრო უარესი სამწუხაროდ შედეგები გვექნება. კი. აი თქვენ რო ამბობთ ხო, რომ აი ერთი სამინისტრო ხო, ან რაღაც ერთი გუნდი ვერ მოყარებს ამ პრობლემას და არის მრავალმხრივად, ხო? აი იმ დღეს საუბრობდით, რომ განათლების სისტემაც როგორ შეიძლება მონაწილეობდეს ამ ყველაფერში, ხო? თუნდაც პრიორიტეტულად იმ ადგილზე სკოლები ხო, სადაც თუნდაც აი სვანეთი ხო, ყაზბეგი და ასე შემდეგ, დარწმუნებული ვარ სკოლებში შევიდეთ მოსწავლეებს არ ექნებათ გააზრებული ეს საფრთხეები, ხო? და მე ხა განათლების სისტემაში ვმუშაობ და განსაკუთრებით ვფიქრობ ხოლმე ამაზე, რომ აი მსგავსი ტიპის რისკებით როგორ შეიძლება, რომ თუნდაც ცნობიერების ამაღლებით, თუნდაც აი ამ რისკ ზონაში მყოფი სკოლების თვის ინფორმაციის მიწოდებით ეს პრობლემა რაღაცნაირად ეხლა რომ დავაპოზიციონიროთ განათლებაზე საუბარი, ზოგადად კი განათლების ბრალია, მაგრამ ეხლა განათლების სისტემაზე იმაზე მეტი მნიშვნელობით საუბარი, ვიდრე დღეს არსებულ ინსტიტუციებში და სახელმწიფო მომხრეებში და მუნიციპალიტეტებში უნდა გაკეთდეს მთავარი, ანუ საჭესთან ისინი დაძნი და გაიყვანონ. ხო, არა მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განათლების ბრალია ნამდვილად არის. ესენი რომ კარგად აწყობენ, რომც კარგად აწყობენ და იმედი მაქვს რომ აეწყობა. თუ განათლების სისტემამ არ წაიღო აქედან ცოდნა და არ მიაბა. ხო, ეს დაკარგულია. ხო, მე ამ შემთხვევაში განათლების სისტემა განვიხილე როგორც ერთ-ერთი ჭანჭი, კი, ასე ვთქვათ. ანუ არიან პირველი რიგის სტეიქჰოლდერები, პირველი რიგის სტეიქჰოლდერები ეს არის შსს, ეს არის გარემოს დაცვა, ეს არის საჯარო რეესტრი, თავის ხელუწყებებით. მეორე რიგის სტეიქჰოლდერი ეს გახლავთ ეკონომიკის სამინისტრო, თავისი რაღაც ასე ვთქვათ ენერგეტიკით, ქალაქგეგმარებით, სივრცით მოწყობილ. მესამე რიგის სტეიქჰოლდერები ეს არის კერძო კომპანიები, ესენი არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და განათლების სისტემა. იქ სადღაც ჯანდაცვა ეს რთული ის არის. ეხლა ნახეთ სახელმწიფო რა არის, რომ ეხლა ჩვენ ავიღეთ ერთი თემა საფრთხეების მართვა. და საფრთხეების მართვცენტრული კუთხით ყველა ამის გარეშე გროვდება. ეხლა თქვენ რო აიღოთ ზოგადად განათლება და ის აიღოთ ცენტრი. ყველა ესენი ესე ატომებივით აკეთ უნდა გადავადოთ. ქვეყნის მართვა, არა, ყველას ცენტრობა არის წარმოსადგენელი და საერთოდ მართვის სტრუქტურა არის ეგეთი ასაწყობი რა. აი ამას აირჩევ და ამის გარშემო დაალაგდება, რომელიმე სხვა დარგს აირჩევ, ტურიზმს აირჩევ, ამის გარშე დაალაგდება. ანუ ეს წყდება იმ რელაციებით, რომელიც არის მართვის სისტემის ელემენტარული, ასე ვთქვათ, სქემების და მოდელების აწყობა
რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული და ამის სკილზები, უნარები გაგვაჩნია, ეს არის ჩრდილო ამერიკის და ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, ეს არის აქაური სპეციფიკის ცოდნა, ანუ ყველაფერს გულისხმობ, მოსწავლიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრი დამთავრებული. და აი ამ ყველაფრის ამ ჩვენ ქვეყნის გამოწვევებზე მოდელირება. რო დავანებოთ, ასე ვთქვათ, რა არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მისია, რომელიც განსაზღვრული არ არის, რო დავანებოთ რაღაც ბაზა. ხო გვაქვს კონსტიტუცია, გვაქვს ევროდირექტივები, გვაქვს კანონმდებლობა, გვაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ვალდებულება, გვაქვს გარემოზე შეფასების ვალდებულება. გვაქვს მთელი რიგი კანონები, კანონქვემდებარე აქტები, ნორმატიული დოკუმენტები, სავალდებულო დოკუმენტები და ეს ყველაფერი ყრია. იწერა ნახსენე რომ არის ძალიან კარგი აგურები, არსებობს რაღაცა სურვილი კედლის აშენების, მაგრამ არის სწორი დიზაინი. ანუ დიზაინერია, ტექნოკრატიული დიზაინი არ მომხდარა ჯერ. და ეს აი პოლიტიკური ნების საკითხია? კი, რა თქმა უნდა, აბა სხვა ვერ გადაწყვეტავს ამას. ხო, ჩვენ ბოლოსკენ ევროპული წავიდეთ. გამოცდილება არის, რომ თითოეული კანტონი თავის ბედს ესე მართავს. ჩვენი მუნიციპალიტეტები არ არიან აღჭურვილი ამდენი ცოდნით და ამდენი ბოლოს მანდ უნდა მივიდეთ. იმიტომ რომ თავის სამშობლოს ყველა უკეთესად სამშობლოს სწორი გაგებით, არა ქვეყნის, არამედ იქ სადაც დაიბადა თვითონ მართავს ტერიტორიას. მუნიციპალური და დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის გარშემო ამას ვერ ვიზავ, მაგრამ ეს უნდა მომზადდეს, ჩვენ ვერ დაველოდებით, სანამ ისინი გაძლიერდებიან. ცენტრალურმა ხელისუფლებმა ჯერ უნდა შექმნას რაღაცა სასტარტო, ააწყოს ესა და მერე ნელ-ნელა გაძლიერების კუთხით, იმიტომ ვახსენე 98 წელს ზოგს საკრებულოს ამის უნარი ექნებოდა, ზოგს არ ექნებოდა. ამიტომ ეს კიდე ცალკე ქვეყნის მოწყობის და ტერიტორიების მართვის საკითხია, მაგრამ როგორც არ უნდა იმართოს ქვეყანა, არ შეიძლება, რომ თავის არიდების გამო, ამ სფეროში რეფორმის არ გაკეთების გამო, ადამიანები იხოცებოდნენ. კი, და აი ბოლოსკენ წავიდეთ. აი პირდაპირ ალბათ თქვენი აი ამ კვლევებიდან, რომელიც ბოლო პერიოდშიც მე მგონი აქტიურად ჩაატარეთ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ხო? და აი გამოკვეთეთ, როგორც ვიცი, ცხელი წერტილები. მე მგონი 5 ცხელი წერტილია, ხო, საქართველოში და მე მგონი აი ჩვენი მაყურებლებისთვის ძალიან საინტერესო იქნება აი ეგ ცხელი წერტილები. ამაზე საუბარი ძნელი არა იმიტომ, რომ რაღაცას მალავ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გარემოს ეროვნული სააგენტო არის ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მიმღები მატარებელი. ეს ყველა ცხელი წერტილი არაფერი ახალი არ არის, ეს არის ის ყაზბეგის რეგიონი, სვანეთის რეგიონი, რაჭის რეგიონი. ეხლა ეს იყო რაღაც პირველადი სკრინინგი, რომლის ფარგლებში უნდა გაკეთდეს უკვე კონკრეტული წერტილების, ამ მსხვილი აუზების კონკრეტული წერტილების ძალიან ზუსტი კვლევა. არ შეიძლება იმაზე უფრო ადრე თქვა რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანები არ უნდა დააფრთხო. მაგრამ არ შეიძლება რომ დააგვიანო, იმიტომ რომ ზუსტად უნდა გამოიკვლევო. სანამ არ გამოიკვლევ, წინასწარ ვერ იტყვი რა არის. ამიტომ ეს არის აი ეს რთულ ხაზზე გასავლელი პროცესი და თანმიმდევრობა სამუშაოების, რომელიც არის სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო კონსულტანტები, საზოგადოება და ამით უნდა შედგეს შეთანხმება. საბოლოო ჯამში ყველა კვლევა მიდის იქამდე, რომ ან გეგმარებითი გადაწყვეტილებებია, ან საინჟინრო გადაწყვეტილებებია, ან ადრეული შეტყობინების სისტემური გადაწყვეტილებებია. გააჩნია საცხოვრო, ცხოვრობ თუ არა, სეზონურია, გზა არის, სოფელია, ქალაქია თუ რა. ყველა ამ შემთხვევას და ყველა ტიპის საფრთხეს თავისი მიდგომები აქვს საერთაშორისო გამოცდილების, რომელსაც მერე ჭირდება ადაპტაცია ადგილობრივ სვანებთან, რაჭველებთან, ხევებთან, თუშებთან, ხევსურებთან და ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ ასეთი გრძელვადიანი, რთული, თუ ისე იული საკითხი. ეს ცალკე აღსრულების პოლიტიკის, მართვის, სამართლებრივი, ძალიან ბევრი ბლენელი აქვს. სამართლებრივიდან დაწყებული, ტექნიკური დამთავრებული, კანონიდან დაწყებული, მაშველი აღჭურვილობით დამთავრებული. კი, და წერან განს ვახსენეთ, რომ რაღაცასაც ველოდებოდი 200 წლის ფარგლებში, და ხდება 10 წლის ფარგლებში. გამოდის რომ ეს სკრინინგი, რასაც თქვენ საუბრობთ, მუდმივი უნდა იყოს, ხო? კი, იმიტომ რომ ის მონაცემი, რომელიც გამოავლინა, რომ აი მაგალითად ეს არის ცხელი წერტილი, ხო, დეოდორანტი. ან გიმეშოვი. და დღეს ჩემპიონია. ხებულო გამოკვლევით. აი გამოკვლევები უნდა გაგრძელდეს, თუ გამოკვლევები არ გაგრძელდა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გვერდითა ხეობა
უფრო მეტი პრობლემები დააგროვა, იმიტომ რომ იქ 2 წლის განმავლობაში უფრო მეტი ყინული დადნა და უფრო მეტი მასები გამოთავისუფლდა ჩამოსანგრევად და სულ უნდა აკეთო. დღეს ეს არის ყველაზე მძიმე, ხვალ შეიძლება ისევ იყოს, ან შეიძლება იყოს ალბათობა, რომ მეორე ხეობაც დაეციოს ან გადაასწროს ამას, თუ სულ მუდმივად დამარჩენდება რესურსები, თანხა, ამას შეიძლება მუდმივი მონიტორინგი. ეგ არის. ხო. როგორ გითხრათ, თქვენ ხო ზამთარში გათბობის ქვაბს ხო აკონტროლებთ, დაცხებათ, გაგრძელებათ, უწერთ, ხო? ხელს იბანთ, ხო? უმნიშვნელო არ არის თქვენთვის წყალი ცირია თუ ცხელია, თქვენ უკანას გარშემო ტანსაცმელი დაიხედავთ ამის პროგნოზები, ან თითქოს ჩაიცვალეთ. თქვენ თავს, თქვენს ხელს, თქვენ კანს როგორც უწევთ მონიტორინგს, ქვეყანასაც იგივენაირად უნდა მოვა. ამირჩია არის აი როგორც შენ კანზე დარდობ, ისე უნდა იდარდო ქვეყანაზე როგორც ერთიან ქსოვილზე და სივრცეზე. ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა ერთიან. კი, თავისუფლების მოედანი ახლა მუშაობს ამ ხედვაზე, რომელიც შეეხება ის საფრთხეების და რისკების მართვას, შემცირებას და მადლობა თქვენს ჩართული კონსულტაციამ, ყველა პოლიტიკურ, არაპოლიტიკურ, საზოგადოებრივ, იმიტომ რომ მე რასაც ლაპარაკობ, არ სახარხალ ლაპარაკობ, მართლა ბევრი წელი ლაპარაკობ და გავაგრძელებ ამ მიზეზებმა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ჩემ პროფესიას ძალიან მიყვარს. კი, და მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენი ხედვა, რაც აი საბოლოო ჯამში გამოგვივიდა და უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ და უკვე ბევრი ადამიანს შეიძლება რომ გაიცნოს და მოგწეროს კომენტარები ან უფრო მეტი დეტალი თუ ჭირდება რომელი ნაწილის შესახებ. საინტერესო იყო თქვენთან გასაუბრება და მადლობა რომ ესე სიღრმისეულად და ფართოდ პასუხობთ. მეგონია რომ აი ზედაპირული საუბარი ჩამეკუთვნიდა თუმცა მგონია რომ ბოდიში პილოგივით მე ვისურვებდი რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ასე ვთქვათ აუცილებელი აგენდა ყოფილიყოს და თუ რაღაცებში ბევრ რამეში ვერ ემთხვევიან აქ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ნებისმიერ ქვეყნის განვითარებას და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მქონე სუბიექტი იქნება თუ ორგანიზაცია თუ რაც ყველას მივაწოდოთ მე და ჩემო კოლეგებმა ცოდნა იმისთვის რომ ეს საერთოდ არ იყოს სპეკულაციის საგანი, ეს იყოს must, ეს იყოს აუცილებელი. მცირე ერის ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს არ არის არც ნაციონალისტური გამოთქმა, უბრალოდ ჩვენ მეწყრებს და წყალბუდობას ამა გადავყოთ. არც ჩვენ და არც ჩვენი სტუმრები. ჩვენი გუნდში მაღაზიაში შეთანხმება გვაქვს, ეს არის ძალიან პრიორიტეტული საკითხი. წარმატებები და მიგულეთ გვერდში. მუშაობა და ხედვის შემუშავება და ბევრს ვფიქრობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე უკვე ქვეყნისთვის ესეთი ტრაგედიები, რაც ჩვენ წინა 10 წლების განმავლობაში გამოვიარეთ, აღარ მოხდება. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა მაყურებლებს, ვინც ერთგულად გვიყურა ეს საათის განმავლობაში და დროებით მოუჩვენებამდე.